გამარჯობათ. ასკეტიკაში არსებობს ასეთი გამოთქმა: ქარიშხალი ჭიქაში. რა იგულისხმება ამ სიტყვების უკან? ადამიანმა ცოდვით დაკარგა მადლი, სამება ღმერთის ენერგია. ამ დანაკარგის ერთ-ერთი სიმპტომია აქ ქარიშხალი, აზრების გრიგალი, გულის სიტყვების ქარიშხალი, რომელიც ადამიანს აძრწუნებს, მუდმივად აშფოთებს. ბავშვობაში მეგონა, რომ ეს საყოველთაოდ გამეფებული შფოთი იყო ნორმალური მოვლენა. ბავშვები ბოლო ხმაზე რომ ყვიროდნენ, ბავშვია და ყვირის. დიდები, პატარები რო ჩხუბობდნენ, ალბათ მეთქი საქმე აქვთ გასარჩევი, გასარკვევი. შემდეგ ვნახე ნორმალური ადამიანები, მადლმოსილი ადამიანები. კაცები, რომლებიც არ ჩხუბობდნენ, ქალები, რომლებსაც არ სჭირდათ ისტერიკები, ბავშვები, რომლებსაც ღმერთის მადლი ჰქონდათ და მშვიდები იყვნენ. ჩვენი მეუფე მშვიდია, მამებს უწერიათ მადლის მოსვლის ან ანგელოზის მოსვლის ნიშანი რა არის? გულის სიტყვათა დაწყნარებულობა. ამის საპირისპიროდ ეშმაკების მოსვლის ნიშანია შფოთი, აზრობრივი გრიგალი. ადამიანში გაჩნდა ხმაური და ადამიანი იტანჯება ხმაურით, შინაგანი ხმაურით. ამიტომ ცდილობს მუდმივად გარეთაც ხმაური ჰქონდეს, რაღაც უნისონი შექმნას, რომ ასე ძლიერად აღარ იტანჯებოდეს. ამის გამო ადამიანები მუსიკას უსმენენ ისე, რომ მთელი სამეზობლო იმათ აგინებს, მანქანებს მაყუჩებს უფუჭებენ, რომ მანქანამ ჩუმად ვერ იაროს. ხშირად მინახია, 1 მეტრაში დგანან ადამიანები და როცა ერთმანეთს უყვირიან, ეს გონიათ, რომ სიყვარულის გამოხატულებაა. მინდა წაგიკითხოთ წმინდა მაკარი ეგვიპტელის მცირე ამონარიდი. როგორ აღწერს ეს წმინდა მამა იმ უბედურებას, რასაც ადამიანები ეძახიან ცივილიზაციას, განვითარებას და ზოგადად ცხოვრებას. ცოდვა და სული ერთმანეთში აირია, თუმცა ორივე მათგანს თავისი საკუთარი ბუნება აქვს. როგორც ბნელ ღამეში, როცა მძაფრი ქარი უბერავს, ირხევიან და შფოთავენ და დიდ მოძრაობაში მოდიან ხეები, ასევე ბნელი ღამის, ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ მოქცეული ადამიანი ამ ღამესა და წყვდიათში ატარებს თავის ცხოვრებას. ირყევა, შფოთავს, ღელავს ცოდვის სასტიკი ქარით, რომელიც მთელ მის ბუნებას, სულს, გრძნობებს და ზრახვებს გამსჭვალავს. ამასთან მისი ყველა სხეულებრივი ნაწილიც ასევე მოძრაობს და არ არის არც ერთი სულიერი, არც სხეულებრივი ნაწილი ჩვენს შიგნით მცხოვრებით ცოდვისაგან თავისუფალი. დაცემიდან ვიდრე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ გამოსყიდვამდე ძალადობით და ტირანულად ფლობდა მტერი ადამიანს, ისე რომ ვისაც შეცოდება არ სურდა, მაინც უნებურად სცოდავდა. ეშმაკი ჩვენზე თავისი გულის სიტყვების შთაგონებით მოქმედებს, გვაცდუნებს ოცნებებით, გულის სიტყვებით და ოცნებებით ცოდვილ შეგრძნებებს აღძრავს, აღელვებს და განახურვებს სისხლს. ამ ტალღებით ნთქავს და ამ ალით აცამტვერებს ადამიანის მთელ საღაზრს და ნებისყოფის ძალას მთლიანად. ყველა ვნების მოქმედება სისხლის სხვადასხვაგვარ მოძრაობასთან არის შეერთებული. სადაც სისხლის მოძრაობაა, იქ აუცილებლად ვნება მოქმედებს, აუცილებლად ეშმაკი. ასეთი მოქმედება მიუწვდომელია დაცემით დაბნელებული, თავის დაცემაში მყოფი ადამიანისთვის. მზაკრული გულის სიტყვები და ოცნებები ისე ფაქიზად და ცბიერად მოქმედებენ სულში, რომ ადამიანს ისინი თავის თავში, თავისთავად შობილი ეჩვენება და არა როგორც მისთვის უცხო, ბოროტი სულის მოქმედება. ერთდროულად თან რომ მოქმედებს, თან სულს რომ შეუმჩნეველი დარჩეს. ეს გრიგალი არის გონიერი. თავის კაცთან არ მივა და არ ეტყვის, რომ სამშობლოსთვის თავი გასწირეო. სიყვარულიანთან არ მივა და არ ეტყვის, რომ სამშობლო გაყიდეო. ყველასთან აქვს ინდივიდუალური მიდგომა.
რომ ყველა თავის საქმეებში ჩაითრიოს. მიადგება ადამიანს ეჩურჩულება, მერე ყურებში ჩახვირის ხოლმე, აბაჩქარა, გაიქეცი, გამოიქეცი, გადარიცხვა, ჩარიცხვა, შავი პარასკევი და უბედური ადამიანიც დარბის მთელი ცხოვრება, როგორც რაღაცა ცხოველი ბორბალში, სანამ მისი დრო არ მოიწურება. არანაირი ადამიანური ძალებით ამ ქარიშხალის შეკავება არ ხდება. ერთადერთი საშუალება ამისი არის მადლი. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველა იტყუება. ამიტომ, რომ არ გვენდოთ, ექსპერიმენტი ჩაატარეთ. მიდით ხოლმე, მონასტერში, მოილოცეთ. ჩადით ეკლესიაში, რომც არავინ არ იყოს. არც მსახურება, არც მღვდელი. უბრალოდ ჩადით ხოლმე და დაჯექით იქ. აღსარება ჩააბარეთ, ეზიარეთ ხოლმე. და ეს გაჩუმდება. და მერე გამოცდილებით გეცოდინებათ ეკლესია რას ასწავლის. რომ ეკლესიის სწავლებები ეს არ არის უბრალოდ იყავი კარგი ბიჭი, ან კარგი გოგო. ეს არის ადამიანის ცვლილება. სანამ აქ არ იქნება სიჩუმე, ადამიანი ვერასოდეს ვერ მიხვდება ეს ქარიშხალი საიდან მოდის, ან საით უნდა იაროს თვითონ. ღმერთმა გაგახაროთ.